მოგესალმებით, მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ Crystal Leasing-მა და კომპანია Agrotechnom გააფორმეს მემორანდუმი, მათ შეიმუშავეს ინოვაციური და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც ქართველ ფერმერებს გაუმარტივებს ტექნიკის შეძენას. შესაძლებელია ისე ერთიანი თანხა არ გქონდეთ ტექნიკისთვის, მაგრამ გსურდეთ თქვენი საქმიანობას უფრო მეტად განვითარება. ამიტომაც დღეს ჩვენ ამისთვის შევიკრიბეთ, რომ ჩვენი ახალი პროდუქტი გაგაცნოთ. გაგაცნობთ ჩვენს დამსწრეებს, Crystal Leasing-ის წარმომადგენელი იქნება ლაშა, ხოლო Agrotechnom-ის წარმომადგენელი იქნება სოსო. და პირველი კითხვით გადავალ ლაშასთან, თუ შეგიძლია ლაშა აგვიხსნა თვითონ ლიზინგის ფორმა და რითი განსხვავდება ის სესხისგან. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ფორმატისთვის, იმისთვის რომ აქ შესაძლებლობა ლიზინგის აუდიტორიას ამ ფორმატით ვესაუბრო და გავაცნო უშუალოდ Crystal Leasing-ის მიმართულება, მისი უპირატესობები და ჩვენი, ასე ვთქვათ, მიმდინარე საქმიანობა. პირველ რიგში შეეხება ლიზინგს. ლიზინგი არის ალტერნატიული დაფინანსების წყარო, რომლის მთავარი ორიენტირი არის აქტივის საგანი, რისი ყიდვაც უნდა მომხმარებელს. აქედან გამომდინარე, რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა შეიძლება გამოიკვეთოს ლიზინგით საგნის დაფინანსებასა და სესხით დაფინანსებას შორის. თავარი და უპირატესი არის ის, რომ ლიზინგი არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას, გარდა იმ აქტივისა და იმ საგნისა, რისი შესყიდვაც უნდა კლიენტს. აქედან გამომდინარე, რისკების თვალსაზრისით რო განვიხილოთ, კლიენტისთვის დასაკარგი, გასარისკი არის მხოლოდ ის აქტივი და აქტივის შეძენა ისედაც არ აქვს ამ დღევანდელი მოცემულობით და პერსპექტივაში მისით გაძლიერებას ფიქრობს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ ამ ნაწილის დაფინანსება ხდება იმით, რომ კონტრიბუცია, რასაც კლიენტი თვითონ ამ აქტივის შეძენის რო შემოდის, ეს არის თანამონაწილეობა, ანუ მინიმალური თანამონაწილეობის ნაწილი, რომლისთვისაც შესყიდვაში შემოდის, ანუ პასუხისმგებლობას სალიზინგო კომპანიასთან ერთად ინაწილებს მინიმალური თანამონაწილეობით. ამასთან ერთად ძალიან აღსანიშნავია და მნიშვნელოვანია, რომ სესხებთან მიმართებაში ლიზინგის უპირატესობა ეს არის გამარტივებული პროცედურები, რაც აისახება იმაში, რომ გარდა დაფინანსებს სტარტაპებსაც, არა გვაქვს მინიმალური დაფინანსების მოთხოვნები, ასევე შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, მეწარმე, სააქციო საზოგადოება, ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ განვითარდეს, ან ეხლა დაიწყოს საქმიანობა, ეხლა შეიძინოს ახალი ტექნიკა, ამ შემთხვევაში ტრაქტორი თუ სხვადასხვა ეთეჩმენტი. შესაბამისად, სიმარტივე აისახება იმაში, რომ არის შეზღუდული დრო, მაგალითად, მაქსიმუმ 5 დღე შეიძლება იყოს ის ვადა, რა ვადაშიც ახალი მომხმარებელი, ახალი ტექნიკით განაგრძობს თავის სამიწარმოო საქმიანობას. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სტარტაპების ნაწილზე ცოტა მეტი დრო მინდა დაუთქმო, რომ ლიზინგის მთავარი უპირატესობა და შინაარსი არის ის, რომ გარკვეული მნიშვნელობა ეკარგება წარსულში ან მიმდინარედ მის ფინანსურ მდგომარეობას და ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება მომავალში ლიზინგის სამომავლო საგანი, ანუ ის ტრაქტორი, ის იყიდვაც უნდა, რა კონტრიბუცია შეიტანს მის სამომავლო მოგებაზარალში, ანუ მის შემოსავლებში, როგორ ასე ვთქვათ, როგორ აისახება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კარგად გქონდეს გააზრებული თითოეულ მომხმარებელს, რომ რისთვის სჭირდება თუ არა ნამდვილად ეს ტექნიკა, რასაც ყიდულობს და რა დამატებითი სარგებელი შეიძლება მოუტანოს კლიენტს ამ მიმართულებით. შესაბამისად, რო შევაჯამოთ ახლა სამი ძირითადი უპირატესობა, რაც გვაქვს, ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი, რომ დამატებით უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა ლიზინგი და ერთადერთი უზრუნველყოფა არის ის აქტივი, რასაც ყიდულობს. მეორე, რომ შედარებით გაცილებით მარტივი პროცედურები და ასე ვთქვათ, ბიუროკრატია ლიზინგის შემთხვევაში დღესდღეობით ამის საშუალებას გვაძლევს კანონმდებლობა და ამიტომ ნაკლები მოთხოვნები არის ხოლმე ლიზინგის შემთხვევაში და მესამე არის ის მნიშვნელოვანი, რომ სტარტაპების ყოველდღიურობა ლიზინგის შემთხვევაში სტარტაპი. შესაბამისად, ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ფიქრობს, რომ რაღაც გარკვეული კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სესხის შემთხვევაში და ვერც კი მიდიან იმ ბარიერამდე, რომ ვთქვათ, რომ დაფინანსდებიან თუ არ დაფინანსდებიან, ლიზინგის შემთხვევაში გზა ხსნილია მათთვის და შესაბამისად ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც გარკვეული გეგმა თავის განვითარებაზე აქვს, შეუძლია მოგმართოს და ჩვენთან ერთად დავგეგმოთ მისი საპროგნოზო შემოსავლები. კი.
მადლობა ლაშა. მოდი ახლა სოსო შენ გაგვაცანი კომპანია აგროტექნოს პროდუქტების ასორტიმენტი. თუ რისი შეძენა შეუძლიათ მომხმარებლებს ლიზინგის დახმარებით. მოგესალმებით, სასიამოვნოა ჩემთვისაც ამ ფორმატში ყოფნა. პირველ რიგში მე მინდა მცირე რამ გესაუბროთ აგროტექნოს შესახებ. კომპანია აგროტექნო საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 12 წელია უკვე ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში მუდმივად განიცდის განვითარებას. ეს განვითარება ეხება და პირდაპირ კავშირშია როგორც ტექნოლოგიურ განვითარებასთან. ამავდროულად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებს შევთავაზოთ ყოველთვის ყველაზე ინოვაციური და მათზე მორგებული გადახდის პირობები. ამ გადახდის პირობებზე რა თქმა უნდა ლაშამ უფრო კარგად ისაუბრა და შემდგომ უფრო დამატებით კითხვების საშუალებით ამ ყველაფერსაც განვავსებთ. მე შემიძლია გესაუბრო და მოგვიყვეთ უკვე იმ ასორტიმენტზე, რაც აგროტექნოში დაგხვდებათ და რას რითიც ისარგებლებთ ამ ლიზინგის პირობებით. ტრაქტორებში გვაქვს ორი მიმართულება, ეს არის იტოს ჩინური წარმოების ტრაქტორები, რომელსაც შეგხვდებით 25 ცხენისძალიდან უკვე 100 ცხენისძალის ჩათვლით. მოგეხსენებათ, ბოლო 1 წელია უკვე იტოს ბრენდთან მივახციეთ ექსკლუზიურ თანამშრომლობას, რაც გულისხმობს შემდეგს 100 ცხენისძალის ჩათვლით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ იტოს ბრენდის ტრაქტორები და უკვე მიიღოთ ოფიციალური ქარხნული 2 წლიანი გარანტია. გარდა იტოს ბრენდისა, გვყავს ასევე ინდური წარმოების ევრო 5 სტანდარტის სოლისის ბრენდის ტრაქტორები. დაარსების დღიდან ჩვენ ექსკლუზიური თანამშრომლობა გვაქვს ამ ბრენდთან. შესაბამისად, მუდმივად ვავითარებთ ურთიერთობებს და ამ გავითარების შედეგი არის ის, რომ მივახციეთ შეთანხმებას და უკვე 3 წლიან გარანტია საქართველოში პირველად 3 წლიან გარანტიას ვთავაზობთ ტრაქტორის სრულ მომსახურებაზე. ეს არის საკმაოდ ისეთი ინოვაციური და კარგი შეთავაზება. გარდა ტრაქტორებისა გვაქვს მისამმელი აგრეგატების რამდენიმე წარმომადგენლობა საქართველოში. ეს არის ესპანური წარმომადგენლობა 2 აიდევიდისა და მანეზ ლოზანოს ბრენდის მაღალტექნოლოგიური აგრეგატები, ხოლო რაც შეეხება სხვა დანარჩენ გავრცელებულ იმპლემენტებს მათი წარმომადგენლობა გვაქვს როგორც თურქეთის ქვეყნიდან, ასევე თვითონ ინდოეთიდან სოლისის ბრენდის და ასევე იტალიის რამდენიმე ბრენდსაც შევხვდებით ჩვენს ასორტიმენტში. გვაქვს წარმოდგენა, რომ გაქვთ ესპანური წარმოების აგრეგატები, აიდევიძე თუ შეიძლება რომ ჩვენს მაყურებელს ცოტა ინფორმაცია გავუსწროთ. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, აგროტექნო მუდმივად ცდილობს ჩვენს მომხმარებელს შესთავაზოთ ინოვაციური ტექნიკა. ეს ყველაფერი გამოისახება იმაში, რომ გვაქვს ესპანური წარმოების კომპანია ID Davids ბრენდის მაღალტექნოლოგიური აგრეგატები. ეს აგრეგატები მოიცავს ორ მიმდინარეობას, ეს არის სავენახე მიმდინარეობა და გარდა ამისა სახეხილე მიმდინარეობა. აქ შევხვდებით დაახლოებით 11000-მდე მოდიფიკაციას კონკრეტულ აგრეგატებზე, რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ ვენახის თავის საკრეჭ და მაფორმირებელ აგრეგატებს. გარდა ამისა, ეხლა უკვე აქტუალურია და ძალიან პოპულარული ხდება ჩვენს ქვეყანაში ნუშის ბაღები და ნუშის ბაღებში შეგვიძლია უკვე შევთავაზოთ და გვაქვს რამდენიმე ამის кейსი ადგილობრივ ბაზარზე უკვე სასხლავი და საკრეჭი აგრეგატები. გარდა მწვანე ოპერაციის მაფორმირებელი აგრეგატებისა შეგვიძლია ნიადაგშორისი, რიქთაშორისი დასამუშავებელი აგრეგატებით შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს. ეს აგრეგატები გამოირჩევა პირველ რიგში იმით, რომ მომხმარებლებს და ჩვენ ფერმერებს უზოგავს, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დროს, უმცირებს ფინანსებს და უზრდის პროდუქტიულობას. რა დაუშვათ უკვე იმ კონკრეტულ ტენდენციაში მივიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის ბაზარი და რომ ეს ადამიანური მუშახელი ძალიან მცირდება და ჩვენს ფერმერებს უკვე უჭირთ დაქირავება კონკრეტულად სეზონურ სამუშაოებისთვის და მოგეხსენებათ, ეხლა გვიახლოვდება უკვე საგაზაფხულო სამუშაოები, რომლებიც დამეთანხმებიან ჩვენ ფერმერები, რომ ყველაზე აუცილებელი და დროშის სწორად გაწერილი პროცესია თავიანთ მეურნეობებში და სწორედ ამიტომაა, რომ ეს ID-ვის ბრენდის აგრეგატები, კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, თავის და გვერდების მაფორმირებელი საკრეჭი აგრეგატი დაეხმარებათ მათ, რომ შეასრულონ თავიანთი სამუშაო, როგორც მუშახელი თუ ასრულებდნენ პირობითად 10 დღეში, ამ აგრეგატის შესაძლებელია შეასრულონ სამუშაო 2 დღეში და ამით დაზოგავენ, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია დროს და შემდგომ ფინანსებს.
ეს შემიძლია მე თქვა მაღალტექნოლოგიურ აგრეგატებზე, გარდა მწვანე ოპერაციის აგრეგატებისა, ასევე თავაზობთ მაღალტექნოლოგიურ შემოსხურებელ აგრეგატებს, ესეც ესპანური წარმოების, რომლებიცაც ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი რაც აქვს, ნაკლები დანაკარგით და მაქსიმალური სიზუსტით ასრულებენ თავიანთ ბაღებში და ვენახებში სამუშაოებს. ეს მანეს მანეს ლოზანოს ბრენდის